ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა. ფასები გაზრდილია როგორც ბოსტნეულზე, ისე რძის ნაწარმზე და კვერცხზე. სურსათით მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ფასების ზრდა ადგილობრივი პროდუქციის წარმოების შემცირებამ გამოიწვია, რის გამოც გაიზარდა სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის რაოდენობა. რძის პროდუქტების რეალიზატორები ამბობენ, რომ ფასის მატება რეგიონში რძის დეფიციტმა გამოიწვია, რაც სეზონისთვის დამახასიათებელია. ბათუმის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ფასების მნიშვნელოვნად ზრდა ახალი წლისთვის არის მოსალოდნელი. რამდენად უკავშირდება პროდუქტის გაძვირება ლარის კურსის ვარდნას. თემასთან მომდევნო გამოშვებაში განვავრცობთ. ვანახევარში მღებულობ ყველსა 9-ში ვყიდი. რამდენი ლარით მოიმატა ფასი? რამდენი ლარით მოიმატა? რამდენი ლარით მოიმატა და 7 ღირდა და ლარნახევარი. მაგრამ ძალიან ძვირია. ცოდვა მოსახლეობა ცოდვა. ფიქრობთ, რომ საახალწლოდ კიდევ უფრო გაძვირდება? რა თქმა უნდა. საახალწლოდ მოიმატებს ალბათ ყველი 12-ზე გავა და სულგუნი ალბათ 18-ზე. 10 დღის წინ მაგალითად ვიყიდე მთლიანი შეკვრა, ანუ 12 ნაჩეიკა 65 ლარში. იმის შემდეგ შემოვიდა ვიყიდე 85-ში და დღეს 90-ში. ანუ ვერ ვასწრებთ ესე იგი დარეგულირებას და მყიდველი როცა მოდის გვეუბნება რომ თქვენ ძალიან დიდ თანხას ადობთ და აძვირებთ. ჩვენ კი არ ვაძვირებთ, შემომტანი აძვირებს.